კულტურის ცენტრი ათინათი აგრძელებს გამოფენების სერიას. ამჯერად წარმოვადგენთ ქართველი მოქანდაკის, პედაგოგის და ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორის რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედებას. რუსუდან გაჩეჩილაძე გასული საუკუნის 60-იანი 70-იანი წლების იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული ქანდაკების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ის ხელოვანთა იმ მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელმაც როგორც საბჭოთა, ისე პოსტსაბჭოთა ეპოქაში მიუკერძოებელი შემოქმედებითი გზა აირჩია. მან უარი თქვა ზედაპირულად აღქმულ რეალისტურ ქანდაკებაზე და მასალის სპეციფიკის ახლებური ხედვა შემოიტანა. ექსპოზიცია, რომელიც ხელოვანის ქანდაკებებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს აერთიანებს, მის ხსოვნას ეძღვნება და მასთან ერთგვარი სიმბოლური გამომშვიდობებაა. მისი პორტრეტული ქანდაკება და მცირე პლასტიკა გამოირჩევა ფსიქოლოგიური გამომსახველობით და ფორმის ექსპრესიულობით. მან შეიძლება ითქვას, რომ გააძლიერა ქალის როლი ქართულ ქანდაკებაში და გაამდიდრა ქართული პორტრეტული ქანდაკების პლასტიკური ფორმა. მოდერნისტი მოქანდაკე 1927 წელს თბილისში დაიბადა. სამხატვრო აკადემიაში მისი პედაგოგი ნიკოლოზ კანდელაკი და სერგო ქობულაძე გახლდათ. მიღებული აკადემიური განათლება მყარ პროფესიულ საძირკვლად იქცა, თუმცა მისი ინტერესები სწრაფად გასცდა ტრადიციული გამოსახვის ჩარჩოებს. რუსუდან გაჩეჩილაძე აკეთებდა ქანდაკებებს თაბაშირში და ძალიან საინტერესო დაფერვის ტექნიკას ფლობდა და ერთ-ერთი ქანდაკება, პორტრეტული ქანდაკება, ეს არის ბესიკ ხარანაულის პორტრეტი, სწორედ აი ამ ტექნიკით არის შესრულებული. გარდა იმისა, რომ რუსუდან გაჩეჩილაძე იძლევა ზუსტ სახასიათო ნიშნებს ამა თუ იმ პიროვნების, ამავდროულად აი ეს პორტრეტული ქანდაკებები გარდაიქმნება უნივერსალურ ზოგად სახელმწიფოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მის შემოქმედებაში. ის ძალიან დიდი სიფაქისით გადმოსცემს პორტრეტირებულების სახასიათო ნაკვთებს, ძალიან ზუსტად იგრძნობა ხასიათი, შინაგანი განწყობა ამ ადამიანების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ცოცხალს ქმნის აი ამ პორტრეტებს. ადამიანის სახისა და ფიგურის პლასტიკური გამარტივება და ფორმის არქაული სტრუქტურისკენ მიდრეკილება მის ნამუშევრებს იმ მხატვრულ ძიებებთან ახლოებს, რომელიც ევროპულ სკულპტურაში მოდერნიზმის პერიოდში ვითარდებოდა. გარდა პორტრეტული ქანდაკებისა, რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედებაში ასევე ჩვენ ვხედავთ მცირე პლასტიკის ნიმუშებს და აქ წარმოვადგინეთ ამ გამოფენაზე რამდენიმე მისი გამორჩეული სკულპტურა ქალი ბავშვით. და მინდა აღვნიშნო, დედაშვილობის თემას გამორჩეული ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში და ის ამ თემას არაერთხელ უბრუნდება. ქანდაკების პარალელურად აქტიურად მუშაობდა გრაფიკაშიც, თუმცა გრაფიკასაც ქანდაკების პრინციპით, კონსტრუქციული მიდგომით ქმნიდა. ძირითადი თემა ის ხატავს მეომრებს, ათლეტებს, ანგელოზებს, მწოლიარე ფიგურებს. ძალიან საინტერესო არის მისი დამოკიდებულება თუ როგორ აგებს ის კომპოზიციებს. ამ გრაფიკულ ნამუშევრებში ჩვენ ვხედავთ სხეულის კონსტრუქციების გაშლას, სხეულის მოცულობების გეომეტრიზაციას. ეს იყო ნამუშევრები სამომავლოდ ქანდაკებებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა ვერ განხორციელდა გარკვეული მიზეზების გამო. ფორმის გეომეტრიული სიმკაცრე მის ნამუშევრებში ხშირად სულიერ და მეტაფიზიკურ შინაარს ერწყმის, ამიტომ განსაკუთრებული ადგილი მის შემოქმედებაში სწორედ რელიგიურ მოტივებს უჭირავს. ის გრაფიკულ ნამუშევრებში არაერთხელ უბრუნდება ანგელოზის თემას და ეხლა ჩვენ ვხედავთ აქ ერთ-ერთ მის გამორჩეულ გრაფიკულ ნამუშევარს. ასევე ამ კედელზე წარმოდგენილი არის მხედარი და აი ამ ნამუშევრებში ძალიან ზუსტად ჩანს ხელოვანის დამოკიდებულება, მისი ძიებები, ფორმის, ფერის, ხაზის კუთხით. და აი მესამე გრაფიკული ნამუშევარი ერთ-ერთი ასევე გამორჩეული მის შემოქმედებაში, თითქოს ეს არის რაღაცა აბსტრაგირებამდე მისული გამოსახულება და თითქოს აი ეს ნამუშევარი მოდერნისტული ქანდაკების გავლენითაც არის შესრულებული, შეიძლება ასე ითქვას. ამ ძიებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს მასალა ტონირებული ქაღალდი, რომელიც ფიგურებს ემოციურ სიმძიმესა და სიღრმეს სცემს. აი ეს ტონირებული ქაღალდი, რომელიც გამორჩეულ ფონს უქმნის და გარემოს მის თითოეულ გრაფიკულ ნამუშევარს, სადაც თითქოს აი ეს კონტრასტი ფერსა და
ხაზს შორის ფორმასა და აი ამ გარემოს შორის ძალიან საინტერესოდ ჩანს ამ ნამუშევრებში. ზედმეტი კონკრეტიკის გარეშე ხელოვანი გადმოსცემს სხეულის მდგომარეობას, მის დინამიკას, სადაც შეიძლება არ იყოს კონკრეტული ზუსტი ელემენტები და დეტალები წარმოდგენილი, თუმცა აი ეს განწყობა, რომელიც აი ამ ფორმის გეომეტრიზაციით მიიღწევა, ძალიან საინტერესოს ხდის მის გრაფიკულ აი ამ ნამუშევრებს. რუსუდან გაჩეჩილაძემ პერსონალური გამოფენა პირველად 82 წლის ასაკში 2019 წელს გამართა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ წრეებში მას კარგად იცნობდნენ, ფართო საზოგადოებისთვის მისი შემოქმედება დიდხანს დარჩა ჩრდილში. მას არასოდეს მიუღია სახელმწიფო შეკვეთა და მისი მონუმენტური ნამუშევრები საჯარო სივრცეებში არ დადგმულა. მნიშვნელოვანია ხელოვანის პედაგოგიური მოღვაწეობაც. წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ასწავლიდა, სადაც ახალგაზრდა ხელოვანების მრავალი თაობა აღზარდა. მისი პედაგოგიური საქმიანობა, მისი შემოქმედება, რომელიც მოიცავს პორტრეტულ ქანდაკებებს, მცირე პლასტიკას და გრაფიკულ ნამუშევრებს, მთლიანობაში ქმნის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთი გამორჩეული ხელოვანები კიდევ ერთხელ წარუდგინოთ ქართულ საზოგადოებას და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, რადგან ეს არის ის ხელოვანი, რომელიც იმსახურებს კიდევ ერთხელ აღიარებას. კულტურის ცენტრ ათინათის ერთ-ერთი მთავარი მისია სწორედ ამ მასშტაბის ხელოვანების ხელახალი აღმოჩენა და წარმოჩენაა. ცენტრის მზარდი კოლექცია, რომელიც უკვე მეხუთე წელია იქმნება და 3000-მდე ნიმუშს აერთიანებს, ქართული ხელოვნების უწყვეტ ხაზს, მოდერნიზმიდან დღემდე საუკეთესოდ ასახავს. სიმბოლურია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ექსპონატი ათინათის კერძო კოლექციის ნაწილია და აქ დაცული სხვა ნამუშევრების მსგავსად ქართული კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი საყრდენია.